მართაობა სახელდებოდა. ინაში TU-154-ის ჩამოვარდნის შემდეგ ევროკავშირმა ოფიციალურად აკრძალა საბჭოთა მოძველებული ტექნიკის გამოყენება და თვითმფრინავების მოდერნიზებისთვის გარკვეული პერიოდი დააწესა. რატომ გზაურობდა პოლონეთის პირველი პირი საეჭვო ტექნიკური შესაძლებლობების მქონე და მოძველებული თვითმფრინავით? ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. TU-154-ის გახშირებული ავიაკატასტროფების მიზეზები ზურა ხვისტანის სიუჟეტში. საპრეზიდენტო TU-154-ის კატასტროფა პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული წარმოების ამ ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ქვეყნის პირველი პირის და უმაღლესი რანგის ათეულობით პოლიტიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართველი სპეციალისტების სმოლენსკში დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან ეგრეთ წოდებული შავი ყუთის გაშიფრვამდე თავს იკავებენ. გამოძიების დასრულებამდე კატასტროფის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით უამინდობის გამოხილვადობა მხოლოდ 400 მეტრი იყო, ხოლო სმოლენსკის აეროპორტის ტექნიკა არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ეს ყველაზე თვალშისაცემი მიზეზებია, თუმცა დეტალურად მომხდარის შესახებ შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ შეგვეძლება საუბარი. TU-ს ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის მასიური წარმოება პირველად 1957 წელს დაიწყო. გამოშვების დღიდან ყველაზე საიმედო საბჭოური თვითმფრინავის მონაწილეობით ავიაკატასტროფები სისტემატურად ხდებოდა. ყველაზე მეტი ტრაგედია კი 1960-დან 70 წლამდე ხომალდის მოდერნიზაციის პროცესში მოხდა. 10 წლიან მონაკვეთში საბჭოურმა ხომალდმა 6 კატასტროფა განიცადა. იყო ერთ-ერთი ის თვითმფრინავი, რომელიც ყველაზე საიმედოდ ითვლებოდა. კატასტროფები, რაც მოხდა ამ თვითმფრინავზე, უფრო მეტად ადამიანის ფაქტორიდან გამომდინარე ხდებოდა და არა საჰაერო ხომალდის გაუმართვებით. ეგ იყო ერთეული შემთხვევები, ისიც პირველი ექსპლუატაციის პირველ წლებში. ბოლოს TU-154-მა კატასტროფა ირანში განიცადა. მაშინდელ ტრაგედიას საქართველოს ორი მოქალაქე, მათ შორის ქართველი დიპლომატი შეეწირა. მომხდარის მიზეზად გამოძიებამ მაშინ ხომალდის გაუმართავობა დაასახელა. ექსპერტები კი ავიაკატასტროფების გამომწვევ სამ ძირითად მიზეზზე საუბრობენ. ეს არის ადამიანური ფაქტორი, გარემო პირობები, გულისხმობ ამინს და სხვა გარემო პირობებს და საავიაციო ტექნიკის ტკუნება. სანამ კომისია არ დაამთავრებს მუშაობას, ყველანაირი ინფორმაციის აი თქვათ პილოტებზე დაბრალება, ან სხვა გარემო პირობებზე დაბრალება შეუძლებელია. ბოლო 20 წლის განმავლობაში TU-ს ტიპის თვითმფრინავებმა კატასტროფა ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ნამიბიაში, ეკვადორში, ჩინეთში, უკრაინაში, ირანში და ბოლოს რუსეთის ქალაქ სმოლენსკში განიცადეს. ბოლო ავიაკატასტროფა კი, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ათობით პოლიტიკოსი შეეწირა, ისტორიაში ყველაზე დრამატულ და მასშტაბურ ტრაგედიას.